სამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. მე ამინდის შესაბამისად. ვინც თბილისში ხართ, გეცოდინებათ რანაირი ქარიანი ამინდია, რომელიც პირდაპირ ჩემს ხასიათზე მოქმედებს. არ ვიცი თქვენზე როგორ, მაგრამ ჩემზე ძალიან ცუდად. ვერ ვიტან, არ მიყვარს ქარი. ყველანაირი ამინდი მიყვარს ქარის გარდა. მეგობრებო, დღეს რატომაც ესე ვიფიქრობდი, რომ როდესაც ვიდეოებს გიწერთ ხოლმე, არასდროს ვახსენებ ჩემს სახელს. რატომაც ესე არც მიფიქრი ალბათ ამაზე. არასდროს მithქვამს ჩემი სახელი, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ, ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ გაგიცნოთ უკეთესად. მე ვარ ნინო და პროფესიით ვარ ფარმაცევტი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ასევე ვარ ტრანსფორმაციული კოუჩი და ტაროლოგი, რა თქმა უნდა, რითიც გაგეცანეთ ძირითადად. ეს სამივე პროფესია ძირითადად არის ადამიანების დახმარებისთვის და რაღაცა ერთმანეთთან კავშირში არის. პირველი ის, რომ უფრო ჯანმრთელობის მხრივ მოქმედებ ადამიანებზე და ეს ორი უფრო ფსიქოლოგიურად. ხო და მინდოდა რომ ეს ყველაფერი გცოდნოდათ ცოტაოდენი რამ ჩემს შესახებ. ასევე მინდა გითხრათ, რომ მოგახსენებათ, მაქვს ესეთი სესიების კრებული, ასე ვთქვათ, ტაროს და კოუჩინგის სესიები ერთად, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მეგობრებო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უნდა საკუთარ თავზე მუშაობა და გადაწყვეტილი აქვს ეს. ხაზგასმით ვიძახი, რომ ეს უნდა გქონდეს ადამიანს გადაწყვეტილი, რომ საკუთარი თავი გამოაჯანსაღოს, გამოაჯანმრთელოს. ზოგიერთს და ძალიან ბევრს ეს ყველაფერი არ აქვს ესე თავის თავში მოგვარებული, ასე ვთქვათ, და გააზრებული და უბრალოდ შეიძლება ისე მოვიდეს, რომ არის რთულ სიტუაციაში და უნდა შველა, მაგრამ ეს ყველაფერი გააზრებული არ აქვს, რომ მან თავის თავზე უნდა იმუშაოს. და მათ, ვისაც აქვთ ეს ყველაფერი გააზრებული და გირჩევთ, ვინც ხართ ცოტა ისეთ რთულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ურთიერთობების მხრივ, გირჩევთ, რომ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი სიტუაციაა ეს ურთიერთობების პრობლემა ბევრ რამეში უქმნის ადამიანს პრობლემას რეალურად. რადგან აქ ფინანსური მხარეც უკან იწევს, კარიერაც უკან იწევს, თუ არც ერთი არ გაქვთ დაუშვათ, ის, რასაც აკეთებთ ყოველდღიურობაში, ის ყველაფერიც უკან იწევს. ზოგადად ცხოვრების ტემპი, ცხოვრების ხალისი, ყველაფერი უკან ყოველდღე თითო ნაბიჯით უკან ის. აი. კაცრავად კამერა ჩამომივარდა. და ხო, აი ამის თქმა მინდოდა, რომ ვისაც პირადი ურთიერთობების პრობლემები აქვს, ეს ზეგავლენას ახდენს სხვა დანარჩენ ცხოვრების სფეროებზეც. ამიტომ გირჩევთ, ვისაც გაქვთ ასეთი სიტუაციები, არ ჩაეციკლოთ კონკრეტულ ადამიანებს, არ დაიწყოთ მათზე ფიქრი დღე და ღამდა. რა თქმა უნდა, ახალი დაწყებული, როდესაც არის პრობლემა, ადამიანი ფიქრობს, რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, აანალიზებს რაღაცებს, განიცდის და ეს ძალიან ჯანსაღი და ნორმალურია, ხო? სულ ახლა ფეხებზე რო ეკიდოს, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ადამიანს ყველაფერი, ესე იგი, მისთვის არც არაფერს წარმოადგენდა, ხო, ეს ურთიერთობა. მაგრამ მე ვამბობ იმ სიტუაციაზე, სადაც ეს მდგომარეობა გრძელდება საკმაოდ დიდ ხანს, 1 თვე, 2 თვე, 3 თვე და წლები ზოგს, ხო? ამიტომ მეგობრებო, ქალბატონებო განსაკუთრებით და მამაკაცებსაც აწუხებთ ხოლმე სხვათა შორის ეს იშვიათად, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე.
საკუთარ თავზე მუშაობა ნიშნავს იმას, რომ გაანალიზოთ ზოგჯერ გვიჭირს ხოლმე ადამიანებს კონკრეტული სიტუაციის სიღრმისეულად გაანალიზება, რატომ დამემართა რისთვის მოხდა ეს ყველაფერი, ხო? აი რატომ წავიდა თუნდაც, რატომ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში ეს ადამიანი, ხო? აი ამ ყველაფრის გაანალიზება ადამიანზე დადებითად მოქმედებს, ეს ადამიანს აფიქრებს, რომ აი ეს რაღაცა რომ მოხდა ტრაგედია კი არ არის, ეს საჭირო იყო, იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ უფრო მეტად გავიზარდოთ, ხო? აი ზუსტად ამ ყველაფერში დაგეხმარებით მეგობრებო, ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია და გჭირდებათ სხვისი დახმარება, შეგიძლიათ მომმართოთ და ტაროს და კოუჩინგის სესიები ერთდროულად გამოგიყვანთ ასეთი მძიმე მდგომარეობიდან. ან თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, უბრალოდ გაიზარდნონ, უფრო იმფუშაონ საკუთარ თავზე, უფრო მეტი რამ გაანალიზონ ცხოვრებაში, ხო? აი რა უნდათ, რის იკეთება სურთ, რა არის მათი დანიშნულება, ხო? ზოგადად, აი ბევრი ადამიანი ისე ატარებს მთელ ცხოვრებას, ნახევარ ცხოვრებას თუნდაც და წლებს, რომ აი უაზრობაში, ასე ვთქვათ, არიციან რა უნდა აკეთონ, ხო? მხოლოდ შემოიფარგლებიან ყოველდღიური აი რუტინით, უბრალოდ ყოველდღიურად რაც შეიძლება რო აკეთოს ადამიანმა, ან წავიდეს სამსახურში, მოვიდეს ეს სამსახური შეიძლება უბრალოდ ფულის შოვნის გამო ჰქონდეს და საერთოდ არ უხაროდეს იქ წასვლა და მუშაობა. ამიტომ აი ეს ყველაფერი ადამიანზე ძალიან მოქმედებს, სტრესავს და მე ამიტომ ვიძახით ხოლმე, რომ როგორი სტრესულია ეს ცხოვრება, როგორ გვიჭირს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი არის დასაფიქრებელი სამუშაო საკუთარ თავზე. თუ ვინმეს გჭირდებათ ეს ესეთი მდგომარეობიდან გამოსვლა, ბევრი რამის გაანალიზება, საკუთარ თავში ჩაღრმავება და ბევრი რამის აღმოჩენა საკუთარ თავში, შეგიძლიათ მომმართოთ და შეიძინოთ ჩემთან ტაროს და კოუჩინგის სესიები ერთად. ბევრი რომ არ ვისაუბრო. აი, 7 წუთი ვლაპარაკობდი. მე ვიცი რომ თქვენ არ გიყვართ დიდი ვიდეოები, ამიტომ ბევრს არ ვლაპარაკობ ხოლმე. საკმაოდ დამღლელია სხვათა შორის, ესე იდგე და საათობით უსმინო ადამიანს. რაც არ უნდა საინტერესო თემაზე საუბრობდეს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაც ნახევარ საათში, 40 წუთში მაქსიმუმ ჩავატიო ხოლმე ყველაფერი, ყველანაირი სათქმელი, გაშლა და ასე შემდეგ. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება თემაზე. ჯერ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ და რადგან მარტი სრულდება და შემოდის აპრილი, გავიგოთ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან ნეგატიური და რა შემოდის სასიხარულო სიახლე აპრილის თვეში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა. სხვათა შორის ვიტყოდი, რომ საკმაოდ დადებით და კარგ ენერგიებში ხართ, არ ვიცი ვისთან რა ხდება, მაგრამ უმეტესად არის ასეთი სიტუაცია რაღაცა, შეიძლება სწავლებასთან იყოს დაკავშირებული ეს ყველაფერი, ვიღაცასთან შეიძლება ოჯახთან იყოს დაკავშირებული, რასაც ელოდებოდით, აი ესე მოულოდნელად, თუ ჯერ არ გაგიგიათ პასუხი, ან არ გამოსულა ის საქმე, რასაც ელოდებოდით, ან სწავლობდით და რაღაცა სწავლის შედეგის ან ტესტირების, ან გამოცდის, ან რაღაცის პასუხს ელოდებოდით, შეიძლება, რაღაც მოლოდინის რეჟიმში იყავით. აი ამ
ეს საქმე მოულოდნელად გამოვა ძალიან კარგად. საერთაშორისო ან უკვე გამოვიდა და ძალიან კარგად გრძნობთ თავს, მეგობრებო, ან ძალიან მალე მოულოდნელად მიიღებთ პასუხს. საკმაოდ კარგ ენერგიებში ხართ, შეიძლება ცოტა მოლოდინის რეჟიმში, რადგან ხართ ცოტა დაძაბულები, მაგრამ შეიძლება ცოტა დროში გაიწელოს, ან გაიწელა ეს ლოდინი და ცოტა სანერვიულო გახდა, მაგრამ რეალურად ეს საქმე მოულოდნელად გამოვა, მოულოდნელად მიიღებთ პასუხს. ან უკვე მიიღეთ რაღაცის პასუხი, რაღაცის შედეგი, რაც გამოვიდა ძალიან კარგად. კარგი, რა მიდის ნეგატიური თქვენი ცხოვრებიდან? გავიგოთ. ენერგიები გაქვთ ისეთი, ან ოჯახთან დაკავშირებით, ან რაღაცის სწავლასთან დაკავშირებით, რასაც ელოდებოდით, რაღაცის გამოსვლას, რაღაცის პასუხს, იმას მიიღებთ, ან უკვე მიიღეთ ძალიან მოულოდნელად დადებითი პასუხი, ან რაღაცის დამართლება. რა მიდის ნეგატიური თქვენი ცხოვრებიდან ძალიან მალე? აქ ვიტყოდი იმას, რომ ძალიან მალე ვთქვი და ზუსტად ეს ამოვიდა, რომ ძალიან სწრაფი ენერგიებია და ძალიან სწრაფად წავა თქვენი ცხოვრებიდან აი ეს მდგომარეობა. და ვიტყოდი რაღაც სიტუაციას კი არა, აი მდგომარეობას უფრო, თქვენს მდგომარეობას, სადაც შეიძლება ესე ბოდიში მომიწია გაჩერება. მოკლედ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან ნეგატიური? აქ პირდაპირ მიჩვენებს უკვე რა შემოდის რის ხარჯზე, ხო? აქ ვიტყოდი იმას, რომ რაიმე სიტუაცია კი არა, თქვენი შინაგანი მდგომარეობა უფრო შინაგანი მდგომარეობა და ფიქრები, როდესაც დაუშვათ იყავით გაჩერებული, ვერაფერს მოქმედებდით, ჩაციკლული შეიძლება იყავით წარსულის მოგონებებზე, ხო, აი და ამ ყველაფერმა ძალიან გაგზარდეთ შინაგანად, სულიერად, არ ვიცი რა მოხდა თქვენს წარსულში, მაგრამ აი ამ ყველაფერს რო ფიქრობდით, გაჩერებული იყავით, არ მოქმედებდით, ხო, არაფერს, აი რაღაცნაირად გაგზარდეთ შინაგანად, ძალიან გაგაძლიერად. შეიძლება ამ ყველაფერს ესე გარეთ არ გამოხატავდით და იკავებდით თავს, ხო? მაგრამ ამ ყველაფერმა საკმაოდ გაგაძლიერად შინაგანად. მიდის თქვენი ცხოვრებიდან აი ეს მდგომარეობა. კი, ეხა რაღაცა პლუსი ქონდა ამ ყველაფერს, აი ამ სიტუაციას რომ გაგზარდათ და გახდით იმპერატრიცა. მეგობრებო, ქალი თვითკმარი, კმაყოფილი საკუთარი თავით, ოჯახით, ბედნიერება მოიპოვეთ, არ ვიცი ვინსად, შეიძლება საკუთარი ოჯახი, შეიძლება არ ვიცი სადაც ხართ, მოკლედ ბედნიერად გრძნობთ თავს და აი ის სიტუაცია, რაც გაჩერებდათ, გაყოვნებდათ, ვერ მოქმედებდით ამის გამო, ხო? და აი რაღაცნაირად გაყინულ მდგომარეობაში იყავით და მხოლოდ წარსულის ფიქრები და ემოციები გქონდათ აი ამ წარსულზე და მოგონებები, ეს ყველაფერი მიდის თქვენი ცხოვრებიდან. აქ მხოლოდ რა მიდის ის მინდოდა მე თქვა, მაგრამ ვიტყოდი იმასაც, რომ საკმაოდ ისეთი ენერგიები მაჩვენა ტარომ, რომ
მაჩვენებს იმასაც, რომ ამის საპირისპირო შემოდის ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. საპირისპირო ის, რომ აქამდე თუ გაჩერებულიყავით და ვერ მოქმედებდით, ვერაფერს აკეთებდით, ხომ? აი მთელი სისწრაფით გადაერთვებით რაღაც ახალ საწყისებზე, მეგობრებო, ძალიან სწრაფად. აი შეიძლება თქვენს წარსულ პირად ურთიერთობებზე, იმიტომ რომ აქ უფრო ემოციებს მაჩვენებს ტარო და ვფიქრობ, რომ უფრო პირადულ საკითხებზე იყო ეს მოგონებები და ამ ყველაფერმა გაგზარდათ ზუსტად სულიერად, მაგრამ აი ამის ხარჯზე თქვენ გადაერთვებით თქვენს საქმეზე, თქვენს კარიერაზე, აი იფიქრებთ იმაზე, რომ თითქოს გვერდით გადაწევთ რაღაც პირად ცხოვრებას და იწყებთ მთელი შემართებით წინსვლას კარიერის მხრივ, ან იმ საქმის მხრივ, რასაც აკეთებდით, ან რითიც ხართ ზოგადად დაკავებული და საკმაოდ წარმატებით გამოგივათ ეს ყველაფერი, ბედნიერად იგრძნობთ თავს. კიდევ რა შეიძლება აქ რომ მithქვას, აქ რა მიდის და რა მოდის ორივეს თქმა გამომივიდა. ცალკე მინდოდა ის, მაგრამ კარგი, მოდი კიდევ ვიკითხოთ, რა მიდის ნეგატიური თქვენი ცხოვრებიდან ძალიან მალე. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, კიდევ რა მიდის ნეგატიური თქვენი ცხოვრებიდან ძალიან მალე. ვინც პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, გიცოდინებ და არიცით უფრო სწორად, რატომ სვავ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ, იმიტომ რომ არ მაქვს ვარიანტები ესე, რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ერთ კითხვას ვსვავ რამოდენიმეჯერ, რომ ყველაზე რეზონირდეს, ყველამ გაიგოთ რაღაც სათქმა. ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, რა მიდის ნეგატიური თქვენი ცხოვრებიდან ძალიან მალე. მე წერანაც ამით დაიწყო გადავიდი. აუ მეგობრებო, ეს რაღაცა კონკრეტულ ადამიანებზე რეზონირდება, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ წერა რაც მაჩვენა დაახლოებით იგივე შინაარსია ახლაც. სიტუაცია, სადაც იყავით მეტად თავშეკავებული, ხო, აი რაღაცა ემოციებს არ გამოხატავდით გარეთ, მაგრამ ესე შინაგანად საკმაოდ დათრგუნული ილუზიებში რაღაცა არჩევნის წინაშე იყავით, მეგობრებო. გაჩერებულები ყოველ შემთხვევაში ჩამოკიდებული კაცი ამოვიდა. აი ეს სიტუაცია იძვრება, რაღაცა გეგმებს სახავთ, ახალ პროექტებს, აი როგორც აქ აწერია, შეხედეთ ამ არკანზე, ახალ პროექტებს გეგმავთ, შეიძლება პირდაპირ პროექტებს, ან ახალი გეგმები გაქვთ, რაღაცა ეტაპი ნულდება თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, აი ის ეტაპი ზუსტად, როდესაც იყავით თითქოს აი შებოჭილი, არ გამოხატავდით ემოციებს და ეს რო არ გამოხატავდით ემოციებს, ხო? აი ეს ყველაფერი თითქოს აი ის რისი თქმაც გინდა, შეიძლება იცით რა მომენტია, აქ ახლა კიდე ერთი ის მომდის, ისეთი ენერგია მომდის, რომ აი სამსახურში გქონდათ ესეთი მომენტი ვიღაცებს, შეიძლება რომ რაღაცა პრეტენზია, ასე ვთქვათ, რაღაცა ვიღაცაზე სათქმელი გქონდათ, ვერავის ვერ ეუბნებოდით და რო არ იძახდით ამ ყველაფერს, გეგონათ ეს სიძლიერე და ეს თავშეკავებულობა, მაგრამ აი ეს ყველაფერი ნულდება თქვენ შემთხვევაში. ვისაც სამსახურთან დაკავშირებით გქონდათ ეს სიტუაცია, რაღაცა იცით რა მომენტი? ხო. აი ეგ სიტუაცია ზუსტად, რომ რაღაცის თქმა გინდოდათ ვინმესთვის, ვერ იძახდით, არ ეუბნებოდით და გეგონათ ეს ყველაფერი სიძლიერე, ეს ნულდება თქვენ სიტუაციაში. ასევე სამსახურთან დაკავშირებით ვინც ფიქრობთ და ვისაც გაქვთ რაიმე სახის ესეთი სიტუაცია, ხო, ნეგატიური, გეტყვით იმას, რომ აი შეიძლება გქონდათ რაღაცა ტიპის არჩევანი ბევრი,
ანუ სამსახურს ეძებდით და ბევრი არჩევანი გქონდათ, აქ მოხდება სწორი არჩევა, ასე ვთქვათ. შეიძლება ბევრი სამუშაო გქონდეთ, დაკავებული იყოთ ძალიან, მაგრამ აქ იქნება ნამდვილად ახალი დასაწყისი სამსახურის მხრივ. ხო, წეღან უფრო ემოციებზე იყო, მაგრამ აქაც სიტუაცია დაახლოებით იგივეა, ოღონდ უფრო მეტად ვიტყოდი ემოციებს და გრძნობებს კი არ ეხება, ეს უფრო მეტად რაღაცა კარიერას და სამსახურს. შეიძლება ვიღაცასთან რეზონირდეს გრძნობებზეც, მაგრამ ნაკლებად. კარგი, კიდევ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? ნეგატიური რა მიდის კიდევ თქვენი ცხოვრებიდან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აი, თითქმის რაღაცა სიტუაცია ერთი სახის არის, ყველგან დიდი ტრანსფორმაცია ხდება თქვენთან, მეგობრებო. სიტუაცია, სადაც მოდი აქ ზოგადად ვიტყვი, ხო, ახლა არ დავაკონკრეტებ, რას ეხება გრძნობებს, კარიერას თუ ასე შემდეგ, მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ სიტუაცია, სადაც ძალიან დროში გაწელილი იყო ყველაფერი, ძალიან მოგონებებში იყავით გადავარდნილი, გაჩერებული და დაპაუზებული იყავით, აი ეს ყველაფერი იწყება რაღაცა ახლიდან. შეიძლება რაღაცა ერთი მესიჯით, ერთი შეტყობინებით დაიწყოს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ძალიან დიდი ტრანსფორმაცია მოხდა ამ სიტუაციაში. ვისთან რა არის, არ ვიცი, ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა და სიტუაცია, სადაც თქვენ გქონდათ აი ესეთი გაყინული, გაჩერებული, თითქოს არც იქით, არც აქეთ, აი არც დასრულებული, არც გაგრძელებული, ხო, და დროში გაწერილი სიტუაცია, ეს იწყებს თავიდან ყველაფერს, აი თავიდან, ახალი ფურცლიდან იწყება ყველაფერი და საკმაოდ ისეთი დადებითი ემოციებით. კარგი. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და შემდეგ გადავალ რა შემოდის იმას. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან ძალიან მალე. თქვენი ცხოვრებიდან მიდის, მეგობრებო, შეიძლება არჩევანი გქონდათ, ძალიან რეალური არჩევანიც გქონდათ, მაგრამ ცოტა ილუზიებში იყავით და ძალიან ბევრს ფიქრობდით და ძალიან ბევრი შანსი გაუშვით, შეიძლება ან კონკრეტულ ადამიანთან, ან კონკრეტულ სიტუაციაში, აი ეს მდგომარეობა მიდის თქვენი ცხოვრებიდან. და თითქოს ფონი არის ისეთი, რომ აქ სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ შანსს და აბა ამას მაინც თუ დაინახავ, რაღაცა ეს მომენტია სამყაროს მხრიდან, რადგან თქვენ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი შეიძლება გამოცდილი, კი არა და გამოცდილი ადამიანი ხართ საკმაოდ და ანუ ამის გამო შეიძლება წარსულში ბევრი რაღაცა შეცდომა დაუშვით აი ამ კონკრეტულ ამ დაგვარ სიტუაციებში და აი ახლა გიჭირთ ცოტა ნაბიჯების გადადგმა, არჩევნის გაკეთება. ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს თუ ურთიერთობებს ეხება, ფიქრობთ, რომ ბევრი არჩევანი გაქვთ, ძალიან ისიც არის და ამაში ის უკეთესია, იმას უკეთესი ხასიათი აქვს, ეს უკეთესად მეკცევა, აი რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ და არჩევანს ვერ აკეთებთ და ცოტა ილუზიებში ხართ. შეიძლება რეალურები არც ერთი არ არიან და ვინც რეალური იყო, იმასთან გაუშვით ძალიან ბევრი შანსი. აი ეს რაღაცა შანსების გაშვება და ილუზიური პერიოდები მიდის თქვენი ცხოვრებიდან და თითქოს რაღაც გამონათდება და დაინახავთ აი ნამდვილ შესაძლებლობას და ნამდვილ აი მიხვდებით, რომ აი ეს სიტუაცია, ან ეს ადამიანი ნამდვილად სამყარომ გამომიგზავნა, ეს მომენტი გექნებათ.
ახლა გავიგოთ რა შემოდის კარგი თქვენს ცხოვრებაში აპრილის თვეში. რა შემოდის კარგი, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენს ცხოვრებაში აპრილის თვეში. მეგობრებო, სიტუაცია, გქონდათ ისეთი მომენტები, სადაც ძალიან ბევრ ფიქრებში, ბევრ განცდებში, ღამის უძილობებში ყავით, მარტობაში, შეიძლება ბევრ ხალხში, მაგრამ რეალურად მარტო გრძნობდით თავს, რაღაცის მოლოდინის რეჟიმში ყავით, მეგობრებო, ამ ყველაფრის კარგად დასრულება შემოდის თქვენს ცხოვრებაში, აი თითქოს ძალიან მოულოდნელი, ესეთი ან შეტყობინება, ან მოულოდნელი ადამიანის მოულოდნელი მოსვლა, ხო, აი ეს ყველაფერი მოულოდნელად იქნება ეს ამ სიტუაციის დასრულება. ელოდებოდით თითქოს, რომ აი როდის დამთავრდება, როდის რაღაც ეს მომენტი გქონდათ. ძალიან შეიძლება ადამიანს ელოდებოდით და ძალიან კარგი შედეგით დამთავრდება თქვენი ლოდინი. ვფიქრობ, რომ აქ უფრო კონკრეტულ ადამიანთან ლოდინზეა საუბარი, იმიტომ რომ ყურეთ, ფონად გვაქვს შედეგი აი ეს იქნება. მეგობრებო, მზე თასების 2. ხო, აქ საკმაოდ დიდი ცვლილებები, რაც შემდეგ მოიტანს ახალ დასაწყის, ძალიან კარგ დასაწყის, ბევრის მომტან, ბევრ დადებითის მომტან დასაწყის, აი თითქოს გამონათდება თქვენს ცხოვრებაში აი ამ ცხრიანი ხმლების შემდეგ, აი ამ განდეგილობის შემდეგ, მარტო სულობის და მარტო ყოფნის შემდეგ გამონათდება და თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ნამდვილად გაგაცნობთ და მზეს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. აი აქ იცით როგორი მომენტია, თითქოს აი ისეთი ენერგიები მომდის, რომ აი როგორ ურთიერთობასაც ელოდებოდით, ის მოვა. აქ შეიძლება იყოს წარსული ადამიანიც, რადგან აქ ლოდინს მიჩვენებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იყოს ახალიც. და უბრალოდ აი ისეთ ურთიერთობას როგორცაც ელოდებოდით, აი ახლა გამოჩნდება ზუსტად. რადგან საკმაოდ გამოცდილება, საკმაოდ ისეთი გავჩეხადე, აქ როგორი არკანი გვაქვს, ხო, აი რთულად გამოგიგზავნეთ სამყარო, რთულად დაიმსახურეთ, ასე ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა, როგორც გინდათ, რადგან აი კიდე აქაც ვიტყვი იმას, რომ აქ ჯერ საკუთარი თავი გქონდათ გამოსაჯანსაღებელი, ასე ვთქვათ, და უფრო მაღალ ვიბრაციებზე რომ ადიხართ და ახვალთ, აი მაშინ მოდის თქვენს ცხოვრებაში ისეთი პიროვნება, როგორზეც ოცნებობდით ყოველთვის. რა ვიბრაციებზეც, რა ენერგიებშიც არის ადამიანი, ისეთ პიროვნებებს იზიდავს ზოგადად. ეს ასია, დაუწერელი კანონია. შეიძლება არც გარეგნობა აკლდეს, არც განათლება ადამიანს, მაგრამ ეს ენერგია, ეს რაღაცა შინაგანი მდგომარეობა იმ დონეზე დაბლა კონდეს, აი დაბალ ვიბრაციებზე, რომ ზუსტად იზიდავს ისეთ შეუფერებელ პარტნიორებს, აი გარეგნულად რო შეხედავთ, რომ აი რა მოაწონა ესო, რო ვიტყვიან ხოლმე. და ისედაც ხასიათითაც, ხო, აი მე ამას როგორ გაყვა, ან ის როგორ მოეწონა, ეს როგორ მოეწონა, ესე რო იტყვიან ხოლმე, ხო, იმ ადამიანმა ზუსტად ის მიიზიდა იმ წუთას, იმიტომ რომ იყო ისეთ ენერგიებში და ზუსტად მაგიტომ აგზავნის სამყარო ჩვენთან მაგ დროს ისეთ პარტნიორებს, ნეგატიურ პარტნიორებს, რომ ჩვენ მეტად გავიზარდოთ და მეტად ავიმაღლოთ ვიბრაციები, თვითშეფასება და ასე შემდეგ, რომ შემდეგში იგივე ნაირი პიროვნება აღარ გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში და აი ამ შემთხვევაში ზუსტად ეს მომენტია, მეგობრებო, რომ თქვენ რაღაცა ძველი გამოცდილების ფონზე უფრო მეტად დააფასეთ საკუთარი თავი,
ამაღლდა თქვენი ვიბრაციები, თქვენი ენერგიები და იზიდავთ უკვე ისეთ პარტნიორს, როგორსაც იმსახურებთ და იმსახურებთ უკვე ისეთსაც, როგორიც თქვენს წარმოდგენებში და თქვენს ფიქრებში იყო, ვისაც ელოდებოდით, ხო? როგორ პარტნიორსაც ელოდებოდით, იზიდავთ ისეთსაც. კიდევ რა შემოდის დადებითი თქვენს ცხოვრებაში აპრილის თვეში? რა შემოდის დადებითი თქვენს ცხოვრებაში აპრილის თვეში? მეგობრებო, ამასიანთ ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, რომ არ ისმის ხმაო. რა ვიცი, პირველად დაწერეთ თქვენ, თუ მიყურებთ ახლა, რომ ხმა არ ისმის. შეიძლება ცოტა მაღალი ტემბრი არა მაქვს, დაბალ ხმაზე ვსაუბრობ, მაგრამ მე მგონი გარკვევით ისმის, ხო? თუ კიდევ ვინმეს არ გესმით, სხვამაც დამიწერეთ, რომ რაღაცა შეიძლება ჩემთან არის პრობლემა და შევცვალო. რა შემოდის დადებითი თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ აპრილის თვეში? რა შემოდის დადებითი? ვიტყოდი იმას, რომ ჯერ ფონი უყურეთ როგორი გაქვთ მეგობრებო, გულგატეხილობა, მთვარე და აი გამოსვლა ამ მდგომარეობიდან მეგობრებო, შიშებიდან, გულგატეხილობიდან, რაღაცა გაურკვეველი სიტუაციებიდან ან ურთიერთობებიდან გამოსვლა და სრულიად სხვა არჩევნის გაკეთება. უფრო ისეთი არჩევნის, სადაც უფრო საკუთარ თავზე ფიქრობთ, აი ესე ვიტყოდი. რაღაც ყურეთ, აქაც ისეთი არკანია, რომ გეგმის დასახვა, რომ რაღაცა გეგმას დაისახავთ და აიჩევთ საკუთარ თავს. რა შემოდის დადებითი ასევე ვიტყოდი იმას, რომ რაც წეღავ თქვი, მოკლედ ილუზიური მდგომარეობიდან გამოსვლა, საკუთარ თავთან კამათი, აი გულის და გონების ჭიდილი, სულ მუდმივად გაურკვეველი სიტუაციები, თითქოს აი შეიძლება აქ ანუ ესე ვერ დავაზუსტებ კონკრეტულად რა ასეხება, ხო? აი ყველამ თქვენს სიტუაციას მოარგეთ. ვიღაცასთან შეიძლება აქ ამ შემთხვევაში იყოს ფინანსები, ვიღაცასთან ურთიერთობები, ხო? და სადაც აი ესეთი გაურკვეველი სიტუაციები გქონდათ, ილუზიებში იყავით, დროში გაწელილი იყო ეს ყველაფერი და ვერ გამოდიოდით, მეგობრებო, აი გამოსვლა ხდება აი ამ მდგომარეობიდან და გადასვლა სტაბილურობაში. რაღაცა გეგმის დასახვა, შეხედეთ სამიანის კვერთხები, ოთხიანის კვერთხები. რაღაცა გეგმას დაისახავთ, ანუ არ ვიცი, ეს გეგმა შეიძლება იყოს საკუთარ თავზე მუშაობა უბრალოდ და დაისახავთ ამ გეგმას და გადახვათ აი ამ გეგმის დასახვის შემდეგ გადახვათ საკმაოდ დიდ სტაბილურობაში. რაც გამოგიყვანთ აი ამ გაურკვეველი დისბალანსური სიტუაციებიდან, მეგობრებო, და რაღაცა ილუზიებიდან. აქ თუ ურთიერთობებს ეხება, აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით, რომ იყავით ისეთ ურთიერთობაში, სადაც აი სულ მუდმივად ტოქსიკური ჩვეულებრივად რა რო იწეხიან ხოლმე არა ჯანსაღი ურთიერთობა იყო, ან არის ეხლა და გაურკვეველი არჩევანი არის ამ ურთიერთობაში საკმაოდ და დროში გაწერილი, სადაც არაფრის სახელი არ ერქმევა ამ ურთიერთობას თითქოს და საკუთარ თავთან ბრძოლაში ხართ, რომ აი რა მოახერხო და როგორ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. თითქოს გეშინია რაღაც ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ საბოლოოდ, აი როგორც წეღავ თქვი, დასახავთ გეგმას და გამოხვალთ აი ამ მდგომარეობიდან და გადახვალთ თქვენს რაღაც სტაბილურობაში, სადაც ძალიან კარგად ბედნიერად იგრძნობთ თავს. ეს სტაბილურობა, როგორც წეღან აღნიშნე, არის საკუთარი თავის არჩევა, თავისუფლება. აი ეს, მეგობრებო, და ძალიან კარგ არჩევანს აკეთებთ. ეს შემოდის დადებითი თქვენს
ცხოვრებაში ძალიან მალე აპრილის თვეში. კიდევ ერთხელ ვიკითხავ და დავასრულებ. რა დადებითი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ აპრილის თვეში. აქ ძალიან ისეთი სიტუაცია. აქ პირდაპირ ვიტყვი, რომ უფრო ურთიერთობას ეხება, მეგობრებო, შეიძლება იყოს ფინანსებიც, თუ ვიღაცასთან ფინანსური მდგომარეობა გაქვთ ასეთი, რეზონირდება თქვენზე. სიტუაცია, სადაც არაფერი არ იძრო და გაყინული, აბსოლუტურად ჩაკეტილი მდგომარეობა, მაგრამ ეს ჩაკეტილი მდგომარეობა იძულებით უყურე, იცი როგორ იყო, აი რაღაცის გამო კი არა, ანუ კი შეგეძლოთ გამოსვლა და ვერ გამოდიოდით და ასე შემდეგ, ეგ კი არა, ეგ მომენტი არა, მეგობრებო, ეს იყო, აი საკუთარ თავს ძალად დაატანეთ და არაფერს არ მოქმედებდით, არ ვიცი რის გამო, ესე ჩათვალეთ საჭიროდ უბრალოდ და საკმაოდ ისეთი მენტალური პრობლემები გაქვთ, ან გქონდათ ამ პერიოდში. ეს ყველაფერი სრულდება, ასევე ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი მენტალურთან ერთად ემოციური ფონიც ძალიან რთული გქონდათ, არ ვიცი რა მოხდა თქვენს ურთიერთობაში და ეს ყველაფერი სრულდება, მეგობრებო, და იწყება აი აბსოლუტურად ახალი სიტუაციები, ახალი დასაწყისი, ახალი ემოციები, შანსი თითქოს ურთიერთობაში და შეყვარებულები. შეყვარებულობის პერიოდი, ემოციების პერიოდი იწყება. შეიძლება რაღაცა ისეთი სიტუაცია გაქვთ, არ ვიცი, ან თქვენ დაბლოკეთ, ან მან დაგბლოკეთ, რაღაც ეგეთი სიტუაცია გაქვთ და აი ეს მდგომარეობა იცვლება აბსოლუტურად საპირისპიროდ, მეგობრებო, თითქოს შანსი გეძლებათ ორივეს და ამას აუცილებლად გამოიყენებთ. შეიძლება შეხვედრაც მოხდეს თქვენი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ ძალიან დადებითი, სუფთა და აი თითქოს იცი როგორი მომენტია, რომ აი ემოციებს ვეღარ იტევთ რა ორივე და აი რო ამოხეთქავს ფანტანი, ზოგადად ეს თასების ტულზე არის ეგეთი არკანი, რომ ემოციები რო აღარ ეტევა ადამიანს და გადმოდის უკვე თუ ის თქვენი პიროვნება არის დაბლოკილი თქვენგან, იცოდეთ, რომ ერთ დღესაც აი აპრილის თვეში ამოხეთქავს ვეღარ მოითმენს ამ ყველაფერს და აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. შეიძლება თუ არ იცით მისი გრძნობების შესახებ, გამოგიტყდეთ გრძნობებში საუბარი გრძნობებზე და ურთიერთობაზე აუცილებლად იქნება და ის გრძნობების გაცვლა აუცილებლად იქნება, რადგან აქ ორმხრივი გრძნობაა ნამდვილად. სულ ეს იყო, მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს. 7 ღამეს გისურვებთ. პირადი სესიებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ვისაც არ გყავართ გამოწერეთ, გამომიწერეთ, მეგობრებო, რომ უფრო მეტმა ნახოს ჩემი ვიდეოები და ძალიან მახარისხობთ კიდევ თქვენი კომენტარები. უზომოდ დიდ мотивაციას და მეტ შემართებას მაძლევს, რომ ჩაგეწეროთ ხოლმე კიდევ. მადლობა დიდი ყველაფრისთვის. დროებით.